კახეთში სოფელ ზემო ქედისა და წნორის მიმდებარე ალაზნისპირა ფერმებში ღორის აფრიკული ჭირის შესაძლო გავრცელებაზე ინფორმაციას ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ფერმერები შექმნილ ვითარებაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს დროულ და მკაფიო რეაგირებას ელოდებიან. მსგავს ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობამ და ფერმერებმა ოფიციალური ინფორმაცია დროულად მიიღონ, რათა ერთი მხრივ არ გავრცელდეს პანიკა და დაუზუსტებელი ცნობები, ხოლო მეორე მხრივ შესაძლო რისკების პრევენცია დაგვიანებული არ აღმოჩნდეს. სოციალურ ქსელში არსებულ ადგილობრივ ჯგუფებში მოქალაქეები ღორების დახოცვის შემთხვევებზე აქტიურად წერენ. კომენტარებში იწერება, რომ ზემო ქედში ღორები დაიხოცა და მოსახლეობის ნაწილმა ხორცი გაყიდა კიდეც ადგილობრივები პრევენციული რეაგირების აუცილებლობას უსვამენ ხაზს. დავით კიკალიშვილი, რომელსაც ამ ეტაპზე 18 სული ღორი ჰყავს და აქედან ერთი სერიოზული კლინიკური ნიშნებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს უყურადღებობაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, წარსულში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებამ ფერმერებს მძიმე ეკონომიკური ზიანი მიაყენა. დაავადებების გავრცელების შემთხვევაში განსაკუთრებით ზარალდებიან მცირე საოჯახო მეურნეობები და ფერმერები, ვისთვისაც მეღორეობა შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. სწორედ ამიტომ კაკალაშვილი მიიჩნევს, რომ რეაგირება უნდა იყოს სწრაფი, გამჭვირვალე და პრევენციაზე ორიენტირებული. Მოგაპი გახდეთ სუდად. ეს პერიოდი ეს უკეთავდა, აი გზაზე იქცეოდა. ხო და ისევიყვანეს აღორეში უკეთებდა 400 ისა რა ქვია მე შეუცვალე დასაძახია ოქსტრატი აერავი რაღაც გავუკეთე ისამაზე გავუკეთე ლევამზოლის გავუკეთე ის ივერმეკის გავუკეთე მაგრამ ურები ქონა და ეს სახელს ქონა გაურჯებული ხო და კი ესაც როცხალია მაგრამ ვაი აღწაყდება არცა ჯამს აი ერთი მუჭა რა არის და იმის ნახევარსაც აი მოსმის და აი მისავასებული ერთი პირა მეგობრები ადრეს გავგზავნენ ის რა ქვია წერილი სოციალურ სააგენტოში მაიგროვის მეშვეობით რომ მე არ დამისფიქსირებია ჩემი მოვლენა ეხლა რახან არ ვიცი რა არის მაგრამ მე ზოგადად მაინც მეშინია იმის გარდა ხავს კიდევ ერთი 15 თუ 20 სხვა ხო და ვიცხოვე რომ ეს განზომარდეს რა არის რამდენი სახიფათოა ჩვენ როგორ დავისვათ თავი ან თუ ახორციელებ საკარანტინო და სხვადასხვა ორგანიზაციებს და აი მე ვეძღე და იქნებ არაფერი პასუხი არ არის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის გაგზავნე, უსაცილო ზოგადად გაგზავნე, 4 წლის უკანას გაგზავნე არ იყო მაშინვე რეაგირება და პასუხი. ზემოქედის გამგებლებს ვიტყვი რომ 16 სული ეს დაეხოცაო, 2 სული, მეორე 5 სული, მესამე სოფელ ზემოქედში. ამის შემდეგ ყოველი ამის შემდეგ მირეკავს მე აქ დედოფლის წყაროს სამსახურის მოადგილეა მე მგონი მისა ეთერი იაკობიშვილია თუ არ ცდები და აი საკეთებ საღვებულობს რომ ეს შეაშალე რატო ატეხეო, რატო ჩვენ არ მოგმართეო და ჩვენ არაფერი არ ვიცით ამის შესახებ. ეს სულ ყველასმა გაიუწყდეს და მე ვფიქრობ რომ ეს მაგათთვის კარგი წაირო. მე ის თავრობის დაავადებები შემოვიტანენ იმ პოდუში და პრემიქსი დაგილ სოციალ იგი დაფინოს არის რუსეთიდან შემოვიდა და აქ ადგილობრივი კონკურენტი არ ეყოლება ხორცის სახით ჩვენი გლეხებიდან. უბრალოდ სარფიანად ისარგებლებენ და მოგებას ალაზნისპირა სამთაწყაროსთან წნორის ადგილებში თამაზ ჭაბაშვილს რამდენიმე ათეული ღორი დაეხოცა. ნაწილი თავად დაკლა, რაც ჯამში სერიოზული ეკონომიკური დანაკარგია. მეწარმე გვეუბნება, რომ თბილისში ლაბორატორიულმა კვლევამ ვერანაირი დაავადება ვერ დაუდასტურა. დღემდე არ იცის რა მოკლა მისი ღორები. ეჭვობს, რომ ადიდებულმა ალაზანმა გარეული ღორებისგან გადმოსდო მისი ფერმის ღორებს დაავადება, თუმცა რომელი ვერ ამბობს. ლაბორატორიამ ვერაფერი ვერ გაიგო თბილისში. მივუმართე და არანაირი ჭირი არ გადასულდაო, არაფერიო და ვარიციან და ისა სტრაფსტრაფად იყოცებოდნენ და მე ერთი პარტია, სამი პარტია მყავდა ღორები სხვადასხვა კლეტკაში. და სულ არ დახოცილიყო ავდექი და ნაწილი დაახოცე და აი იქიდან შიგნეულობა წავიდე. აი თვე და ერთი კვირა გავიდა უკვე. დედა ღორები მყავდა 40 წალი, მაკეები ისიც შემოღობილი, ოღონდ რა მოხდა? წყალი რო გადმოვიდა, ალაზანი არის, წყალი გადმოვიდა, კი. მე ვფიქრობ გარეულებმა მოიტანეს და ამ წყალმა გადასდოთ ამ ღორებს.
იმიტომ რომ გარეულებიც აღარ არის დაიხოცნენ, გარეულები აღარა ჩანა. გარდაცვალები დაიმახა, მაგრამ ბევრი აღარ გარდაცვალებას არ დაველოდე. რაღაც პარტია ზოვა ვიცი ესე მითხრეს დავრეკე თბილისში ჩამოვიდნენ და ძალიან იაფად 1 კილო ლარად წაიყვანეს ფაქტურად გადავხარე რა. ზოოპარკში მიყოსო ეგრე მითხრეს და არ ვიცი წაიყვანეს და მე სულსაც უნებლობა მითხრა რომლებიც ცოცხლები არიან დრომს ჭირი იყოსო ეს წერია კიდეც ჭამა შეიძლება ნებისმიერად გინა რესტორანში გინა საკონსერვო სადაც გინდა პირდაპირ 70 გრადუს მოხარშვაზე ეს ნადგურდება არაფერი ადამიანისთვის საშუალებას არ გამოადგენს და ავდიქი და მე 65 სული არაფერი ჯერ არ ეთყობოდა ასეთი არ მომკვდა და დავხოცე სასაკლაოში ზნორში და შევინახე მაცივარში მოქვს შენახული სულ რამდენი იზარალეთ ბატონო თამას 50 ზედაღორი მაკეები რო ერთში უნდა დაეყარა და ეს 65 კიდე დავხოცე არა ესე იგი უნდა მისულიყო 100 კილომდე და იყვნენ 50 კილოები და დავხოცე და შენახული მოქვს დღე თვეში ვიხდი 1000 ლარს მაცივარში თბილისში თელავის მხარეს ჯერჯერობით ღორების დახოცვის შემთხვევა არ ფიქსირდება. ყოველ შემთხვევაში ამას გვეუბნება აგროსიახლეებს ადგილობრივი ფერმერი არჩილ ფეიქრიშვილი. თუმცა ამბობს იმას, რომ სახელმწიფო მეღორეობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. მაგალითად, ფერმერის აზრით, გეგმიურ ვაქცინაციებს საქონლის მსგავსად ღორებზეც უნდა ატარებდნენ, რომ ამგვარი უკონტროლო დაავადებები გლეხს ფინანსურად აღარ აზარალებდეს. ჯერჯერობით არაფერი არ ფიქსირდება, მაგრამ ერთი რამეა უყურე თვითონ გარემოს და თვითონ სურსათის უნებლობამაც ბოლომდე გამოკვლეული არ არის და რატო? იმიტომ რომ არიციან რასთან აქვს უშუალოდ ურთიერთობა. კლასიკურ ჭირსაც და მაგასაც ესნაირი სიმპტომი მივიღდა. ყველაზე დიდი შეცდომა არის, როცა არ ამუშავებენ. ვაქცინაცია არ აკეთდება, კი, ვაქცინაცია არის. ეგ უნდა მოითხოვოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომ როგორც ძროხაშია, რომ აი, ღორის თემა არის ძალიან მივარდნილი. ყურადღება, კი. საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ. არავინ, აი საერთოდ დედამიწაზე ყველანაირად, აი მე არ მახსოვს, რომ როდისმე ვინმე 22 წელია ღორი მყავს. არასდროს არ მახსოვს, ზოგადად რომ ვინმე მოსულიყო და ეთქვა, რომ ღორზე ტარდება რაღაც ვაქცინაცია. ჩვენი ვყიდულობთ, ჩვენი ვაკეთებთ, მაგრამ უყურე აქაც არიან პასუხისგებლიანი ფერმერები და არიან უპასუხისგებლო ფერმერები, როგორც როხაში. როცა უკვე სახელმწიფო პროგრამა მუშავდება, ამ შემთხვევაში პასუხისგებლიანი და უპასუხისგებლოც უკვე ერთ სფეროში ხდება რა. როგორც როხაზეა თურქულზე, არის ჟილეხზე, არის და პერიოდული აცრები არსებობს ძალიან ემკარზე და ძალიან ბევრ დაავადებებზე არსებობს სახელმწიფო პროგრამები. ღორზე საერთოდ არ არსებობს ესეთი პროგრამა. ჩემი იმით იყოს საკიდელი ფინანსებით და მაინც მე ვყიდულობ ხან ინვეტიდან, ხან რა ქვია, მეგავეტიდან, ხან საიდან, ხან ახლა მაგალითად არ არის ვაქცინა და ველოდები ინვესტს, რომ ერთ კვირაში იქნება რამენაირად ბედმა გაგვიყიმოს და შემოიტანოს კომპანია მოაქცინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში აგროგარემოტივის განუცხადეს, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სააგენტო მოკვლევის პროცესშია. საბოლოო შეფასება მხოლოდ შესაბამისი შემოწმების და კვლევების შედეგების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. მთავარია ამ დროისთვის დაავადება ისე შორს არ იყოს წასული, რომ კონტროლს მიღმა დარჩეს.